სიამოვნებით გინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის შემდგომი სტუმარი, შემოგვიერთდა ექიმი ბატონი ზურაბ ვარაზი. მოგესალმებით ბატონო ზურაბ. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენეთ მოგზანებისთვის. ჩვენ გსურს დღეს ვისაუბროთ შემდეგ თემაზე, არაზნეობრივი, არამედ სამედიცინო კუთხით, თქვენ ექიმი ბრძანდებით, სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს თემა. რა რისკები და დარღვევები გვხვდება და არსებობს არაჯანსაღი, არაბუნებრივი სექსუალური ურთიერთობებისას. რა არის თქვენს პრაქტიკაში ის, რაზეც როგორც ექიმმა დაბეჭდებით შეგიძლიათ ისაუბროთ. და გავმიჯნოთ ჩვენთვისაც და ტელემაყურებლობისთვისაც გასაგები რო იყოს, რა იგულისხმება, თქვათ, ჯანსაღ და არაჯანსაღ სქესობრივ კავშირებს შორის, იმიტომ რომ ვინმეს არ ეგონოს, რომ მხოლოდ თქვათ სხვა ორიენტაციის ადამიანებში შეიძლება შეგვხვდეს ეს დარღვევები. მე როგორც დილეტანტმა ვიცი ვთქვათ, რომ ეს შესაძლოა ქალსა და მამაკაც შორის არსებულ სექსუალური ურთიერთობების დროსაც მოხდეს. ძალიან საჩოთირო თემა არის. მე შეიძლება ვთქვას, რომ ამ თემაზე და ამ ფორმატში და აი საპატრიარქოს ტელევიზიაში ასეთ თემაზე ჩვენ ვისაუბრია, მაგრამ ალბათ დრო მოიტანა და მოდით ვისარგებლოთ ექიმის რჩევით და ნუ დავტოვებთ რაღაც გაუგებარ და კითხვის ნიშნების ქვეშ, იმიტომ რომ ეს ეხება ჩვენს ყოფას, ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. სქესობრივი ურთიერთობა არის ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. და რა თქმა უნდა, ბუნებრივად ჩვენ თუ დაუკვირდებით, ღმერთისგან ცოცხალი ორგანიზმების გამრავლება ამ ურთიერთობის საშუალებით ხდება. ანუ ეს არის ძირითადი მოწოდება ადამიანმა ღმერთმა ადამიანს სასქესო ორგანოები გაუჩინა გამრავლებისათვის და არა გართობისათვის. მაგრამ ადამიანი ცოდვით არის დაცემული და რა თქმა უნდა ღებულობს ინსტრუქციებს ღვთისაგანაც, მასწავლებლისგანაც, ექიმისგანაც, მაგრამ თავისუფალი ნების გამო იგი ისე იქცევა, როგორც მას სურს. კეთილგონიერი ადამიანები ითვალისწინებენ ამ რჩევებს და სხვა შორის ამბობს ერთი წმინდა მამა, რომ წმინდა წერილის ყოველი სიტყვა 5000 სიტყვის ინფორმაციას შეიცავს. ანუ ის ორი სიტყვა არა იმრუშო, მასში მოქცეულია მთელი მეანობა, გინეკოლოგია, ანდროლოგია, სექსოლოგია, ენდოკრინოლოგია, რა ვიცი, ყველანაირი ლოგია. იმ ორ სიტყვაში, რაც ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. მოდით მარტო არ დავკონკრეტდეთ იმაზე, რომ დღეს არის ხშირი საუბარი ერთსქესიანი ქორწინების შესახებ და ვაპროტესტებთ, რომ აი ესე არ შეიძლება ქორწინება არის ქალსა და კაცის შორის ურთიერთობა. რასაკვირველია. ეს არის ბუნებრივი. თუ უნდა სხვა ადამიანმა ეს თქვას, რომ ეს არის ქორწინება, რეალურად ეს ასე არ არის, თავის მოტყუება ყველას შეუძლია. მაგრამ არაბუნებრივი სქესობრივი ურთიერთობა ისტორიულად ცნობილია და დღესაც უძველესი დროიდან კი ბატონო სექსუალური ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. მე ძალიან ღრმად აღარ წავალ, მაგრამ მინიშნებით გეტყვით. ეს არის ორალური და ანალური სექსი, რომელსაც ადამიანები აკეთებენ ინტერესის გამო. კი ბატონო, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანმა იცის რა არის ბუნებრივი, მაგრამ მისი ცნობის მოყვარეობა და ეს ეშმაკი რო იტყვენ, ეს ჯინი, რომელიც ზის მასში, ხშირად აიძულებს და აცდუმებს ადამიანს, რომ ასეთი ურთიერთობა გააკეთოს და რას ამბობს მედიცინა ამის შესახებ. საინტერესო. მე როგორც ექიმი არ ვაფასებ ადამიანის ზნეობრივ მხარეს, ვაფასებ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე ამ გადაცემის მომზადების წინ გადავხედე ინფორმაციებს, რომელიც აი მკვლევარები დებენ ამ სფეროში და არის ასეთი ძალიან ცუდი სტატისტიკა. რომ ასეთი ურთიერთობები განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში ძალიან ხშირია. იმისათვის რომ თქვათ ქალწულობა შეინარჩუნა გოგონებმა, ისინი ასეთ სექსუალურ ურთიერთობას მიმართავენ და ამით ვითომ თავისუფლად გამოხატავენ თავის სექსუალურ ნებას. საშიშროება ბევრია და რატომ არის საშიში? იცით, პირველ რიგში ჩვენ მოგდის თავში აზრად, რომ შიდსი, რატომღაც
ვიცით რომ ერთ-ერთი რისკ ფაქტორი ჰომოსექსუალური ურთიერთობების დროს არის შიდსის გადადება, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ თვითონ ამ ურთიერთობის დროს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსი არის ძალიან თხელი და მისი ტრავმირება და იქიდან ინფექციის გადასვლა და შეჭრა ძალიან ნათვლია. საერთოდ კოჭნაწლავში არის ნაწლავის მიკროფლორა, რომელიც დაზიანების შემთხვევაში იჭრება, სისხლში გადადის და ძალიან სერიოზული ინფექციური გართულება შეიძლება გამოიწვიოს. ამას სერიოზული მკურნალობა შეიძლება შემდგომში დაჭირდეს. ის მიკროტრაუმები, რომელიც ასეთი ურთიერთობის დროს ხდება, შემდგომ აიძულებს ადამიანებს, რომ მიმართონ პროქტოლოგებს, ექიმებს, იმიტომ რომ ის ლორწოვანი გარსის დაზიანება ზოგჯერ საოპერაციოც კი ხდება. ეს ინფექციები განსაკუთრებით საშიშია ყველანაირი სქესობრივად გადამდები ინფექცია, იმიტომ რომ ამ მიდამოდან იგი უფრო ადვილად იჭრება. და ადამიანებს ხშირად უჩნდებათ ვირუსული ინფექციები, ხლამიდიოზი, სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები და სხვა, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის ადამიანს. ასეთი არაბუნებრივი ურთიერთობის შემდეგ ინფექცია პირიქით ადამიანმა თავის პარტნიორს შეიძლება გადასცეს ჩვეულებრივი ურთიერთობის გზით და უკვე ქალს შეიძლება დაემართოს გინეკოლოგიური სერიოზული პრობლემა და გართულება. მოკლედ ეს ერთი პატარა მცდელობა იმ ინტერესის დაკმაყოფილებისა შეიძლება გახდეს ძალიან სერიოზული ინფექციური გართულებების მიზეზი. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის და ბოლომდე ამოთქმული სიტყვა არ არის. მამაკაცის სპერმა წარმოადგენს ძალიან იმუნურად აქტიურ და აგრესიულ ნივთიერებას. ფაქტიურად დნმ-ია ეს. და ეს მასში შედის ისეთი ცილოვანი ნივთიერებები, რომელიც, როდესაც ის ხდება, ვთქვათ, არაბუნებრივ ადგილას. სწორნაწლავის ლორწოვან გარსში, ვთქვათ, შეიწოვება და იწვევს ადამიანის იმუნიტეტის მკვეთრად დათრგუნვას. და ადამიანს იმუნოდეფიციტური მდგომარეობა შეიძლება ჩამოუყალიბდეს ვირუსების არსებობის გარეშეც. ანუ შიდსი შეიძლება აქ არაფერს შუაში იყოს, თვითონ ეს ნივთიერება არის იმუნოდეფიციტის გამომწვევი. იმუნოდეფიციტი არის ბიძგი, გამშვები მექანიზმი სიმსივნური დაავადებების და ბევრი მთელი რიგი სიცოცხლისთვის საშიში გართულებების. კვლევებიც ხომ არსებობს ბატონ ზურაბ, სხვათა შორის აი ამ ცხოვრების წესით მცხოვრები ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივობა არის კი ბატონო, ზუსტად ამ საკითხს მინდა ახლა შევეხო. მოხდა ესეთი გამოკვლევა. ის ადამიანები, რომელიც ვთქვათ, ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, მათი ნეკროლოგები იქნა შესწავლილი. 5000-მდე ნეკროლოგი ამოიღეს მასალა და ნახეს, რომ თითქმის 30 წლით ნაკლებია სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთი ტიპის ადამიანებში, ვიდრე ჩვეულებრივი ჯანმრთელობის მქონე ადამიანებში. შეიძლება ვიღაცას იმ წუთში ადამიანი ესეა მოწყობილი, რომ გაუჩნდეს კონტრ არგუმენტი და ფაქტი. იცით, მე დიდი ხანი ამას ვაკეთებ და არც ჯანმრთელობა შემყევია და არც სიცოცხლე და არც არაფერი. ეს არაფერს არ ნიშნავს. თუ ერთი ადამიანი რაღაცას გადაურჩა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყოთ ვალდებული, რომ ადამიანები გავაფრთხილოთ. დღეს იცოდეთ, ეს არის ექიმების გაფრთხილება. თუ ადამიანი ეწევა არაბუნებრივ სექსუალურ ურთიერთობას, იქ დგება სერიოზული რისკის წინაშე, დაერღვეს იმუნიტეტი, დაერღვეს ნორმალური ბაქტერიული ფლორა, გზა გაიხსნას ყველანაირ ინფექციებს, გზა გაიხსნას ყველანაირ სასიკვდილო ინფექციურ დაავადებებს, როგორც არის შიდსი. და გარდა ამისა, ეს ადამიანები, რომლებიც ასეთ ურთიერთობას ეწევიან, ხანდახან როდესაც ხდებიან იძულებულნი, რომ ვთქვათ, ექიმს მიმართონ, რა თქმა უნდა, ექიმს ახლა თავისი პრაქტიკა და გამოცდილება აძლევს იმის საშუალებას, რომ თუნდაც გარეგნული დათვალიერებით ზედმეტი გამოკითხვის გარეშე მიხვდეს იმას, რომ ადამიანს აქვს თუ არა ასეთი პრაქტიკა. და ეს ადამიანები დიდი უხერხულობის წინაშე დგებიან. მიუხედავად იმისა, რომ ექიმს შეიძლება რომ მართლაც საიდუმლოდ ხდება ეს ამბავი და ექიმს შეიძლება ყველაფერი აჩვენო, ყველაფერი მოუყვე, ფსიქოლოგიური ბარიერი ძალიან სერიოზული აქვს ამ ადამიანებს და
უჭირთ ამ თემაზე რა თქმა უნდა საუბარი. თუ კარგად არის ექიმი, ფსიქოლოგიაში გარკვეული და დახელოვნებული მიდგომა თუ შეუძლია, მას შეუძლია რომ ისე მიუდგეს ადამიანს, რომ იგი გაეხსნას და რეალურად ამის შესახებ მას გამოესაუბროს. ადამიანის ორგანიზმი ასეთი უცხოცილის შეჭრის შემდეგ გამოიმუშავებს ანტისპერმალურ ანტისხეულებს, რომელიც ნორმალური სპერმატოგენეზის დაცქუნას იწევს. ცოცხალი სპერმატოზოიდები არის დაბლოკილი, დადამბლავებული, მათ გამრავლების უნარიანობა აქვთ მოსპობილი. და ხშირად ჩვენ უნაყოფობის კვლევის დროს აღმოვაჩენთ, რომ ადამიანს აქვს ანტისპერმალური ანტისხეულების მაღალი ტიტრი, ანუ ეს დაგროვილი ეს ნივთიერება და ჩვენ გვიწევს მის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ როგორმე განანეიტრალდეს ეს ანტისხეულები და რომ ადამიანს შვილოსნობის უნარი დაუბრუნდეს. მოკლედ, თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა თქვენივე ხელშია. თუ გაითვალისწინებთ ექიმის რჩევას, ყოველთვის გვირჩევს, ექიმები ხშირად უკრძალავთ ადამიანებს, ბევრი არ ჭამო, ეს არ დალიო, არ ისო ნარკოტიკი არ გაიკეთო, სასმელს არ მიეტანო, თავშეკავებულად იცხოვრე. არის თუ არა ეს დამცავი საშუალებები რაიმე გარანტია ამისი? აღარ არის ბატონო ამის გარანტია. იმიტომ რომ თითქმის 70-80% შემთხვევაში ასეთი არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის დროს ეს დამცავი საშუალებები იხევა, ზიანდება და კიდევ ერთი რამ. როცა ადამიანს აქვს ასეთი გაძლიერებული ცნობის მოყვარეობა და ყველა პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანი ამბობს, რომ იცით ეს დამცავი საშუალებები მკვეთრად აქვეითებს შეგრძნებებს და ვთქვათ, შეიძლება თავიდან გამოიყენოს ადამიანმა, მაგრამ მე ეზარება და თulis რომ ეს პარტნიორი ჯანმრთელია, არაფერი არ დამემართა მასთან და რა საჭიროა მასთან დამცავი საშუალების გამოყენება. ეს მცდარი აზრია. და ასე არ შეიძლება რომ იტყვია ყველა ბარიერი ადამიანი მაგით განსხვავდება ცხოველისაგან, რომ მას აქვს ნათელი გონება და მან უნდა გაანალიზოს. გამოიყენეთ ის კონსულტაცია, გამოიყენეთ ის რჩევა, რომელსაც გაძლევს ექიმი ამ შემთხვევაში. და რა თქმა უნდა, კიდევ უკეთესი და უფრო შესანიშნავია გაითვალისწინეთ წმინდა ეკლესიის რჩევა, არა იმრუშო, რომელშიც ყველაფერი ეს მოიაზრება, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დატვირთვის გარეშე და დაიცავით თქვენი თავი და იქნებით თქვენ ღვთისგან დაცული. მე ბუდიშს გიხდით თუ დღეს ამ დილა ადრიან ასეთი მძიმე თემით დავამძიმეთ თქვენი დილა, მაგრამ ეს ჩვენი რეალობაა. როგორც ექიმი ვალდებული ვარ, ავიღეთ ჩემ თავზე, რომ ეს ვიღაცამ უნდა გითხრათ. ჯანმრთელობას გისურვებთ, ღმერთს ებარებოდეთ.